მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთა დოლიძე ვარ. დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. პარალელურად რუსთაველის გამზირზე მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის მიზანი ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლაა. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს 15 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით თვითმმართველობის არჩევნებში აქტივობამ ამ მრჩეველთა 28.22% შეადგინა. კერძოდ ამ დროისთვის ხმის მიცემის უფლებით 991,651 მოქალაქე მისარგებლა. კენჭისყრის დასრულებამდე რამდენიმე საათი რჩება 15 საათის მდგომარეობით. აქტივობა შემდეგია. საარჩევნო უბნებზე მოვიდა 991,651 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28.22% შეადგენს. კენჭისყრა ძირითადად მშვიდ და პროფესიულ გარემოში მიმდინარეობს, ფიქსირდება ცალკეული ინციდენტები, რაც ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების მიმდინარეობაზე. რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩართულმა მხარეებმა იციან საჩივრების წარდგენის პროცედურები, გვესმის დაუსაბუთებელი ბრალდებები, კიდევ ერთხელ შეგვიძლია განვმარტოთ, რომ საჩივრების დაწერას აქვს შესაბამისი პროცედურები და ეს პროცედურები აუცილებლად უნდა იყოს დაცული. ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 5 საჩივარი, რომელიც ძირითადად შეეხება შემდეგ საკითხებს. ეს საკითხებია ფოტო-ვიდეო გადაღების წესის დარღვევა, კენჭისყრის შენობის მოწყობის წესის დარღვევა, საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლების აღრიცხვა. მოქალაქეების აქტივობა საარჩევნო უბნებზე დილიდან მაღალია. გამოკითხული ამომრჩევლები ამბობენ, რომ მათი მთავარი სურვილი ქვეყანაში მშვიდობა და კეთილდღეობა. ნაწილი კი ცვლილებებს ელოდება. საუბრობს ოპოზიციაზეც და აცხადებს, რომ პოლიტიკური პროცესი საჭიროებს ძლიერ და კეთილსინდისიერ ოპოზიციურ ფლანგს. რას გვეტყოდით და რა სურვილები გაქვთ? ვიცი, იმედიანი. განწყობა იმედიანია. რომ რას ისურვებთ საქართველოს ამარჩევნებში? საქართველოს გამარჯვება. დამოუკიდებლობა, კეთილდღეობა. რა ვიცი, როგორ მიმდინარეობს, როგორ ფიქრობთ, რომ ძალიან ობიექტურად და ყურადღებიანია ყველა და რა ვიცი, ხალხიც მობილიზებული აგერ ეთყობა. მშვიდობა მინდა ქვეყანაში და გაიცხოვრება. მეტი არაფერი. ჯანმრთელობა მთავარია იყოს და ყველაფერს გაუძლებს ადამიანი. განწყობა როგორ იყო? ძალიან კარგი. რა თქმა უნდა, კარგი მოლოდინები. განწყობა? განწყობა შესაბამისი, ამინდი კარგია და განწყობა შესაბამისად კარგი. თქვენი არჩევანი რა არის? უკეთეს მომავალს. უკეთესი მომავალი, რა თქმა უნდა. ველოდებით უკეთეს მომავალს. უკეთესი სიმოდით. შეიძლება რამეს მოვესწროთ. თქვენ ყველაფერი კაის მოესწრებით, რა თქმა უნდა. მოლოდინები ახლა რა გითხრათ, ჩვეულებრივად გაგრძელდება, როგორც საჭიროა, ისე თავარია ჩამოყალიბდეს ახალი და ნორმალური ოპოზიცია, რომელიც ოპოზიციონერებას გაუწევს და არა ბრძოლას. ვისურვებდი, აი ასეთ ოპოზიციას ვისურვებდი. დღის პირველ ნახევარში საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი პოლიტიკოსებიც. საკუთარი არჩევანი დააფიქსირა გურიის გუბერნატორმა გიორგი ხურჯუმელიძემ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა პაატა კუნჭულიამ, მერმა ავთანდილ თალაკვაძემ და არჩილ თალაკვაძემ. თითოეულმა მათგანმა განაცხადა, რომ ხმა მშვიდობას მისცა. დღეს საქართველოში იმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. გურიაში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, ჩვენს დავაფიქსირეთ ჩვენი არჩევანი, ხმა მივეცი საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებას და გურიის სტაბილურ განვითარებას. ოჯახის წევრებთან ერთად გავაკეთე საკუთარი არჩევანი, ხმა მივეცი მშვიდობას. მადლობას ვუხდი მოქალაქეებს, ვინც უკვე მოვიდა და დააფიქსირა თავისი არჩევანი. ოზურგეთში საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და რაც მნიშვნელოვანია, ყველა მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, რომ საკუთარი არჩევანი გააკეთოს. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა, მშვიდობის ფასი ვიცით ყველამ და მშვიდობას ვუსურებ საქართველოს და მეტ განვითარებას ოზურგეთს. მე ხმა მივეცი ჩვენ საქართველოს ერთიანობას, სიძლიერეს და ჩვენი გუნდი გააგრძელებს ოზურგეთის განვითარებას. გურია TV ესაუბრა იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას იღებენ.
გახარია საქართველოსთვის და ლელო ძლიერი საქართველო ის პარტიებია, რომლებიც ოზურგეთში არჩევნებში აქტიურად იღებენ მონაწილეობას და მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატებიც ყავთ წარდგენილი. გახარია საქართველოსთვის პარტიულ ოფისში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს და მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ქონია. ამ დროის მონაცემებით ხალხის მცირე რაოდენობა არის უბნებზე, ანუ ძირითადად ქალაქის უბნებზე მაქვს საუბარი, თუმცა ლიხაურში მაგალითად ჩვენმა წარმომადგენელმა თქვა, რომ შედარებით ბევრი ადამიანი იყო მისული. ვითარება არის მშვიდი, წყნარი, არაფერი ისეთი დარღვევა ჯერჯერობით ჩვენ ყურამდე არ მოსულა. მაგრამ დაბალი აქტივობის გამო ისეთი რაღაცა ცოტა ხალხშიც ნიჰილიზმური განწყობა არის და ამიტომ თუ შეიძლება ვისარგებლო თქვენი ეთერით და მოუწოდო ადამიანებს რომ მოვიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ თავისი ხმა. რაც შეეხება ლელო ძლიერ საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ლავრენტი ქვილორი აცხადებს, რომ არჩევნები შანტაჟის, ზეწოლის და იძულების ფონზე მიმდინარეობს და დილიდან ამომრჩევლის მაღალი აქტივობა არჩევნების პროცესში სახელმწიფო მანქანის ჩართვას უკავშირდება. ფაქტიურად ჩანს, რომ აქტივობა იმ დონეზეა და იმ დონეზე გადაყავს სახელმწიფო მოხელეები თვითონ ოცნებას საარჩევნო უბნებზე, რომ აქტივობაა ძალიან დიდი. ოზურგეთის რაიონში უბნებზე, ქალაქში შედარებით ნაკლები და ფაქტიურად დღის ბოლოსათვის აიწევს იქაც აქტიურობა. წინასწარ თქმა ძალიან ძნელია, ამიტომ არჩევნებში რამდენი წელია ჩართული ვარ და ამერი არჩევნები, ასეთი არჩევნები პირველადაა. რა თვალსაზრისით? თვალსაზრისით და ზეწოლა ეგრეთ წოდებული ნაციონალების დროზე რომ ძახოდნენ ზეწოლა საერთოდ არ არსებობდა ზეწოლები ადამიანებზე დაშინებები სახურავს არ მოგცემთ ფაქტიურად სოციალურს გაგიუქმებთ სამსახურიდან გაგიშვებთ რუსთაველის გამზირზე 16 საათზე დაგეგმილი მასშტაბური საპროტესტო აქცია თანდათან მრავალრიცხოვანი ხდება. აქციას მსვლელობით უერთდებიან სტუდენტები. ასევე ფილარმონიიდან პარლამენტის შენობისკენ მოეწყო ემიგრანტების მსვლელობა. მოქალაქეები აქციას რეგიონებიდან კოლონებით უერთდებიან. ჯერჯერობით ბოლომდე ცნობილი არ არის აქციის ორგანიზატორების გეგმა, თუმცა პაატა ბურჭულაძის თქმით გეგმა არსებობს და მის შესახებ ხელისუფლება საქმის კურსში ჯერჯერობით არ არის. დღეისათვის სულ ეს იყო მე მომავალ გამოშვებამდე გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ.